ნიკოს კაზანძაკისი ძალიან საინტერესო ავტორია. მისი შემოქმედების ყველაზე მარტივად გასაგებად შეგვიძლია ბოლოდან დავიწყოთ მის საფლავზე გაკეთებული წარწერით. 3 ხაზი არის გაკეთებული. არაფრის მეიმედება, არაფრის მეშინია და თავისუფალი ვარ. გადმოსცემს იმას, როგორი კაციც იყო თვითონაც, როგორი ავტორიც იყო და როგორი ნაწარმოებებიც უყვარდა. ჩემი დიდი რჩევა იქნება, რომ ზოგადად წაიკითხოთ კაზანძაკისი, მაგრამ თუ კი არ წაიკითხავთ, ეს 3 ხაზი დაგეხმარებათ იმის ცოდნაში, როგორი ტიპის ავტორია და ვისთან გვაქვს საქმე. კაზანძაკისი ქრისტიანი ავტორია, მართლმადიდებელი ქრისტიანი ავტორია. სალსახად შეინიშნება სხვა გავლენებიც, ბუდისტური გავლენები, ამ ფრაზაში ძალიან კარგად ჩანს ნიცშეს გავლენები თუნდაც, განსაკუთრებით ნიცშეს ეს სიმამაცის იდეა და ცხოვრებაში თავით გადაშვების და ცხოვრების სიყვარულის იდეა საკმაოდ ხშირად გვხვდება მასთან და მაგ ძალიან საინტერესო საკითხავი ავტორია. ალექსი ზორბასის ცხოვრება შედარებით ახალ თარგმნილი და გამოცემული 2018 წელს გამოსცა დიოგენემ, ძალიან კარგი თარგმანია. მოგვითხრობს პერსონაჟზე, ალექსის ზორბასზე, რომელიც განასახიერებს სიცოცხლის დაუღალავ, დაუმარცხებელ სიყვარულს. სულ აქვს რაღაც თავგადასავალი მოსაყოლი. ყველაზე კარგი მაგალითია იმის, როგორ უნდა იცხოვრო ხმამაღლა, დაუღალავად, მოურიდებლად. ოღონდ არანაირი დიდაქტიკური თუ ქადაგებითი თუ დამრიგებლური ტონი ნაწარმოებს არ აქვს. ალექსის ზორბასის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად ყოველთვის არ მიდის. მისი ცხოვრება ასევე არის ავსეთ ხივილებითაც და იმედგაცრუებებით და ტრაგედიით. ძალიან საინტერესოა, როგორ აჩვენებს ავტორი, როგორ უმკლავდება ესეთნაირი ადამიანი დიდ და საკმაოდ მძიმე ტრაგედიებს. თუ კი სიცოცხლისკენ გვინდა გამოვიხედოთ, თუ კი გვინდა რომ ცოტა უფრო მეტი ენთუზიაზმით აღვივსოთ, ძალიან კარგი პერსონაჟია იმისთვის, რომ ჩვენ ცხოვრებაში შემოვუშვოთ.